სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. როდესაც ქრისტიანულ ღვთისმეტყველებას ჩავუღმავდები და განსჯი თუ როგორ გამოავლინა თავი ღმერთმა ადამიანის გადასარჩენად, ზოგადად იმისათვის, რომ ადამიანს მასთან ერთობა ჰქონოდა, ღმერთი, რომელიც ქმნილებისათვის პრინციპში არ ჩანს, იმიტომ რომ ქმნილებას ღმერთის დანახვის შესაძლებლობა არ აქვს, რომელიც დროისა და სივრცის მიღმიერი ყოფიერება, მაგრამ ამავე დროს ღმერთი თუ როგორ ავლენს თავს, კიდაც ველახთქმაში და მით უმეტეს მას შემდეგ რას განკაცდა, ფიქრობ, რომ რატომ ხდება ისე, რომ ადამიანმა ვერ დაინახა ღმერთი. ის კი არა სამოთხეშიც კი, ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ სამოთხეშიც კი მას უჭირდა ღმერთის დანახვა, როგორიც ის არის, ანუ ღმერთი როგორც მამა და ყოვლის მყრობელი, ამიტომაც ცდუნდა ის. და მით უმეტეს ძველ აღთქმაში უჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი მრავალგზის და განსაცვიფრებლად ზრუნავდა მასზე და რა თქმა უნდა, ახალ აღთქმაში კი თავისთავად კიდევ უფრო მეტი გაოცება გვმართებს, იმიტომ რომ გონება მიუწვდომელი რამ ჩაიდინა ღმერთმა, იმგვარად დაიმდაბლა თავი, რომ ჩვენთან ადამიანად მოვიდა და ჩვენთვის მოკვდა. მაგრამ ადამიანები, კაცობრიობა მაინც სამწუხაროდ ვერ ხედავს მას და იგი ღვთისმორწმუნენი ყოველთვის რჩებიან მცირე სამწყსოდ, რომელსაც გვეუბნება უფალი, რომ არ შეგვეშინდეს მცირე სამწყსოს, რამე თუ უფალმა ინება და გვაძლევს ჩვენ ღვთის სამეფოს, ანუ ფაქტობრივად საკუთარ თავს. და რატომ ვერ ხედავს კაცობრიობა? ის კი არა ჩვენ, რომლებსაც მოგვეცა დაუმსახურებელი წყალობა და ჩვენმა გულმა თავისთვის დაიფიქსირა, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი, ანუ იგრძნო ღმერთის შეხება, ჩვენც სამწუხაროდ გვიჭირს დავინახოთ ღმერთი, გავიგოთ თუ ის როგორია და შესაბამისად ჩვენ როგორც მხედველნი ღმერთისა, არა ბრმად მორწმუნენი, არამედ მხედველი ღმერთისა, ისე და როგორც ღმერთის შვილები, ისე ვიარებოდეთ ამ სოფლად. მაგრამ ჩვენ ეს ძალიან გვიჭირს ასევე. ერთ-ერთი უმთავრესი, შეიძლება ასე ითქვას, უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ ღმერთი გონება მიუწვდომლად ჩვენი ნებისმიერი მოაზროვნე არსებისათვის გონება მიუწვდომლად, ეს თვით ანგელოსთა გონებისთვისაც და რა ვთქვა, დაცემული ადამიანური გონებისთვის მიუწვდომლად შორს არის არა უბრალოდ არსით შორს არის გასაგებია, არამედ იმ უმთავრესი თვისებით, იმ ენერგიით, ისი ბუნების უმთავრესი თვისებით კვლავ გავიმეორებ, რომელიც ღმერთის სახელიც არის და რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ ახალი აღთქმის გამოცხადებაში და ეს თვისება, მისი უმთავრესი თვისება, ეს არის სიყვარული. ანუ ღმერთი არის სიყვარული, გვეუბნება იოანე მოციქული, უნიკალური ამ მხრივ ახალი აღთქმის გამოცხადება, იმიტომ რომ არც სხვა რელიგიაში მსგავსი რამ არ არის, თვით ძველ აღთქმაშიც კი, სადაც ბევრჯერ და ბევრგან ჩანს ღმერთი როგორც სიყვარული, მაინც არ არის დაფიქსირებული ამგვარი საღვთისმეტყველო ესეთი ფორმულა, თეზისი, როგორც ახალ აღთქმაში, ამას თავის მიზეზები აქვს, რომელსაც არ ჩაუღმავდებით, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი თვისება. ღმერთი არის სიყვარული და მისი შემეცნება შეუძლებელია ამ თავარი ღირებულების, მე არ მინდა მას გრძნობა დავარქვა, იმიტომ რომ ადამიანებს ხშირად ეს ეშლება, სიყვარული გონიათ გრძნობა, ანუ რაღაც სენტიმენტები, რაღაცა ემოციები. რა თქმა უნდა, ადამიანი როცა რაღაც ღირებულებაში აღმოჩნდება და ღირებულების მატარებელი აღმოჩნდება, უпростоრედ ის მარტო სულით და გონებით არ არის ამ ღირებულების მატარებელი, ის ამ ღირებულების მატარებელი თავისი ფსიქიკით არის და თავისი ემოციებით, გრძნობებით, თვით სომატიკით, ანუ ხორციელი ბუნებით.
ამაში არ არის საქმე, ადამიანი რა თქმა უნდა სრულად უნდა შეეთვისოს ამა თუ იმ ღირებულებას და შესაბამისად განიცადოს, მაგრამ თავარი არ არის გზნობა და ემოცია სიყვარულში. სიყვარული განმარტება ბოლომდე კაცმა რო თქვას შეუძლებელიც კი არის, იმიტომ რომ ეს არის საღვთო თვისება, მაგრამ მისი რაღაც გამოვლენებები მეტნაკლებად ჩვენ გამგვიცდია, გვინახავს, დაგვიფიქსირებია, ჩვენც იმედია გვიგზნია თუ სიყვარული უბრალოდ სიამოვნებამდე არ დავიყვანეთ და აი ეს თვისება არის ის თვისება, რომლის გარეშეც შეუძლებელია ღმერთის ხილვა და ღმერთის გაგებაც. სხვათა შორის ყველა დანარჩენი სხვა თვისებები, როგორიც არის მაგალითად სიმდაბლე, უკიდურეს მორჩილებაში გამოვლენილი ურთიერთობა, იმიტომ რომ ყოვლადწმინდა სამებაში და ცხოვრება ურთიერთობაა, ხო? ყოველგვარი სიკეთე, შეიძლება ასე ითქვას, რომ სიყვარული მოიცავს ყოველივე ამას, იმიტომ რომ სიყვარულს არაფერი ეს არ აკლია, მაგალითად სიმდაბლე მორჩილებაში გამოვლენილი თუ აკლია, ის სიყვარული აღარ იქნება, სიცოცხლე თუ აკლია, რა თქმა უნდა, სიყვარული სადღა იქნება, ურთიერთობა თუ არ არსებობს, პიროვნული ურთიერთობა ხაზს უსვავ და არა ეგოისტური ურთიერთობები, თუ არ არის პიროვნული ურთიერთობები, როგორი ურთიერთობაც ყოფიერების საწყისში ან ყოვლადწმინდა სამების წიაღში, რა თქმა უნდა, სიყვარული სადღა იქნება და ასე შემდეგ. ანუ სიყვარული ყოველივეს და ყველაფერს მოიცავს და ამიტომაც არის, რომ ჩვენ ხშირად ვკითხულობთ ამას, რომ ჩვენ ვცხოვდებით ჩვენი ღმერთისადმი სიყვარულით და ეს მოხდება მაშინ, როცა ჩვენ დავინახავთ მის ჩვენ და მის სიყვარულს. ფაქტობრივად მის ჩვენ და მის სიყვარულსაც ვერ ხედავთ ჩვენ და ამით დავიწყე ფაქტობრივად საუბარი, რომ ღმერთის მოქმედება სამყაროში მთლიანად სიყვარულია, მაგრამ ჩვენ ამას არათუ ძველ აღთქმაში ვერ ხედავდით და არამედ ახალ აღთქმაშიც, როდესაც უბრალოდ მეტის გამოცხადება, აი როგორ ვთქვათ ახლა ღმერთზე, რომ ღმერთისთვის რამე შეუძლებელია, თვითონ ეს სიტყვათა წყობა ღმერთისთვის შეუძლებელი, თეოლოგიურად საღვთისმეტყველო თვალსაზრისით ყურს უხეშად ხვდება და არ არის სწორი, როცა ღმერთზე ამას ამბობენ, რომ ღმერთისთვის რაღაც შეუძლებელია, მაგრამ მოდი ახლა ცოტა ხანი ცოტა ქვემოთ დავიწიოთ საღვთისმეტყველო სიმაღლებიდან და ადამიანურად ვთქვათ, აი შეუძლებელია უფრო მეტი გამოცხადება ღმერთისა როგორც სიყვარულისა, უფრო მეტი გამოცხადება, ვიდრე ღვთის განკაცება არის. შეუძლებელია. ხო, აი ღმერთი გამოჩნდა ხორცით, ხო, აი მეტი რაღა უნდა მოხდეს, მთლიანად გამოჩნდა ღმერთი. ანუ გესმით, ვინც მე მიხილა, მამა იხილა ამბობს, ხო, ფილიპეს ეუბნება. ანუ შეუძლებელია და ეს გამოცხადება არის სიყვარულის მაქსიმალური სრული, ამაზე მეტი რომ შეუძლებელია კიდე ამ სიტყვას ვიყენებ, სრული გამოვლენა მოხდა სიყვარულის, რომლის გარეგანი ნიშანი არის ჯვარი. მაგრამ თუ ახლა ადამიანი ამას ვერ ხედავს, მაშინ მაგრამ მეორე მხრივ, რატო ვერ ხედავს? რატო უჭირს ადამიანს ეს? ჯერ ერთი კიდევ ვამბობთ, იმიტომ რომ ძალიან დიდ სიმაღლეზე უნდა ავიდეს ადამიანი, მან რომ ეს დაინახოს. და აბა ესე იგი ჩვენ რა გვეშველება? იკითხავს ადამიანი. ჩვენ ამ სიმაღლეზე უნდა ავიდეთ. თუ თქვენ არ გინდათ მარადიული დაღუპვა, ცუდი სიტყვა ჯოჯოხეთი, წარწმენდა. თუ თქვენ ეს არ გინდათ, თქვენ ამ სიმაღლეზე უნდა ახვიდეთ. ჩვენ ამ სიმაღლეზე უნდა ავიდეთ. დიახაც ეს არის ქრისტიანობა და დიახაც ეს არის ადამიანობა. აბა ადამიანობა ლუარსაბთათქარიძეობაა? აბა ადამიანობა ხორციელი სიამოვნებაა? აბა ადამიანი ბიზნესის მოწყობაა, პოლიტიკოსობაა, ესე იგი სხეულის დამშვენებაა ფიტნეს კლუბში თუ რაღაცა მეცნიერული მწვერვალების მიღწევაა, ხო? რა არის ადამიანობა? როგორ ვფიქრობთ? თუ ზნეობრივი ნორმებით ცხოვრებაა, როცა მე საკუთარ თავში თვითკმაყოფილი, ესე იგი ჭკუაზე აღარ ახარო, რა ყველაზე კეთილი ხარ და რა მაგარი ხარ. რა არის ადამიანობა? როგორ ვფიქრობთ? ადამიანობა ეს მადლით ღმერთობაა, არც მეტი, არც ნაკლები. ღმერთის შვილობაა, არც მეტი, არც ნაკლები. ამიტომ როდესაც ჩვენ ერთის მხრივ ვამბობთ, რომ სირთულე სახეზეა, იმიტომ რომ ძალიან დიდი სიმაღლეზე უნდა ავიდეთ და დიახ, ჩვენი დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდით. გესმით? აი ეს არის ჩვენი, აბა რატო ვამბობთ გადარჩენაზე რომ საუბრობთ? რა ხო გადასარჩენი თუ ესეთი კარგები ვარ?
გესმით? რას ნიშნავს მხსნელი მოვიდა და მხსნელად მოვიდა ვინმე ანგელოზი კი არა, თავად ღმერთი მოვიდა, სხვა საშველი ჩვენ არ გქონდა, გესმით? ამას ნიშნავს ეს, რომ დიახაც ეს ყველაფერი რთულია და შეუძლებელიც კი ადამიანისათვის, მაგრამ ხო გითხრა უფალმა, რომ კი ბატონო, თქვენთვის შეუძლებელია, მაგრამ არა ღმერთის მიერ. ღმერთის მიერ. აბა რა ვქნათ? ხო და ღმერთს ხელს ნუ შეუშლით. გესმით, თავარი პრობლემა ჩვენი რა შემდგომარეობს, რომ ჩვენ მიზან მიმართულად თითქოს თუ გაუცნობიერებლად მთელი ცხოვრება ყოველდღიურად და ყოველ წამიერათაც კი ხელს უშლით ღმერთს, რომ მან ჩვენ გვაცხონოს და გადაგვარჩინოს. მის ნებელობას ვეწინააღმდეგებით ჩვენი არსებით. აი ეს წინააღმდეგობა მის ნებასთან არის თავარი პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ თუ მის ნებას ჩვენი ნებით არ შევეწინააღმდეგებით, მაშინ რა თქმა უნდა მის ყოვლისშემძლე ნებას ძალუც ჩვენი დაცემული ბუნების მეტამორფოზა და განღმრთობა თავისთავად ცხადია. მაგრამ ჩვენ არ უნდა შევეწინააღმდეგოთ მას. და აი ჩვენ ცხოვრებას დავაკვირდეთ, ხო ვინც ასაკში ვართ, ისინი უფრო მიხვდებით, რომ აბა ჩვენი ასაკი ხო გვაძლევს რაღაც ანალიზის საშუალებას. აბა ჩვენი ცხოვრება როგორ გავიარეთ, ჩვენი ნებით უფრო ცხოვრობდით თუ ღვთისნებით. და უბრალოდ შეგვწყვება სადავიმალოთ არ გვეცოდინება. აღმოჩნდება, რომ ჩვენი ნობით ცხოვრობდით მთელი ცხოვრება და ეხლა სიბერეში ცოტა ეგება აზზე მოვიდეთ, რომ ბოლო ფინალში ჩვენი ცხოვრებისა რაღაც ესე იგი საკუთარი გადარჩენისათვის რაღაც ვიღვაწო და ეს ღვაწლი არის ის, რომ ჩვენი ნება დაუმორჩილოთ ღვთისნებას და მივცეთ მას საშუალება, იმიტომ რომ ჩვენზე არ იძალადებს. ეს არის გამორიცხული, არ იძალადებს და მივცეთ მას, რომ მან თავისუფლად ჩვენზე ზალადობის გარეშე გადაგვარჩინოს. ეს არის და ეს და ამით რა თქმა უნდა ახალგაზრდებსაც მივცეთ მაგალითი და ვაჩვენოთ, რომ შესაძლებელია სულიერი ცხოვრება, რომელიც ნიშნავს ამას, რომ ღმერთის ნებას დაუთმო საკუთარი ნება. სხვაგვარად. ჩვენ ვერ დავინახავთ ღმერთს იმ თვისებებით, რომელიც თვისებებიც არის უმთავრესი. თავარი თვისება ის კი არ არის, რომ ის ყოვლისშემძლეა. ყოვლისშემძლეობა ღმერთია და ყოვლისშემძლე იქნება, აბა რა იქნება? თავარი თვისება მისი არის ის, რომ ის არის სიკეთისა და სიყვარულისა და ზნეობრივი სრულყოფილება, სრული სისრულე. ანუ ყოფიერების საწყისი, ყოვლისშემძლეობა კი არ არის და კანონზომიერების რაღაც წყარო კი არ არის. ხო? მაშინ დიდი განსხვავება იქნებოდა ათეივსა და თეიზმს შორის. რაგანს უდო გასაგებია თეივში რაღაც ცოცხალი ღმერთის იდეა, ათეივში არა, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ რაღაცა გრანდიოზული დიადი რაღაც შეიქმნა, ამას ხედავთ. თავარი არსი ჭეშმარიტი მოძღვრების არის ის, რომ ის ვინც ყოვლისშემძლეა და ვინც სამყარო შექმნა, ის არის ზნეობრივი ცოტა მეხამუშება, იმიტომ რომ ადამიანის საზომი, ადამიანის ყოფიერების საზომი რაღაც ღირებულებათა კრებულია, მაგრამ ამ შემთხვევაში როგორც სრული სიკეთე, მოდი ესე ვთქვათ, ზნეობრიობა როგორც სრული სიკეთე, ესე ვთქვათ, სიკეთისა და ზნეობრიობის სრული სისავსეა ღმერთი და ეს ნიშნავს, რომ ყოფიერების საწყისი უბრალოდ ღონიერი არსება კი არ არის, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია და თუ ჩვენ ის დაგვეხმარება, ყველაფერი კარგად გვექნება. არამედ აბსოლუტური სიკეთეა, რომელიც რა თქმა უნდა აბსოლუტურ ზნეობასთან კავშირშია და თავისთავად ცხადია სიყვარულთან. ესეთია ღმერთი. ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, როცა ღმერთი მოდის და თავის უმთავრეს თვისებებად, რომელიც ჩვენ მისგან უნდა ვისწავლოთ, არის სიმშვიდე, სიმდაბლე და აბსოლუტური გულმოწყალება და არა ის, რომ სასწაულებს ვახდენენ და ვინც სასწაულებს ახდენენ მისი სახელით, იმათ ეუბნება, რომ მე თქვენ არ გიცნობთ მოქმედო უსჯულოებისანო. ხო გახსოვთ ეს პრინციპული მიდგომაა წმინდა წერილისა. ანუ მთავარი ძალა კი არ არის, მთავარი არის სიკეთე, სიყვარული, სრულყოფილება ზნეობრივი. მთავარი ეს არის, იმიტომ რომ ეს არის ყოფიერების სათავეში და ეს არის მთავარი ღირებულება, ღირსება, რითაც უნდა ცხოვრობდეს გონიერი და თავისუფალი არსება. ადამიანი იქნება ეს თუ ანგელოზი იქნება. ამიტომაც და ეს კიდევ ძველი აღთქმიდან იყო ცნობილი და ამიტომაც ჩვენ მათეს სახარებაში ვკითხულობთ, როგორი ძველი აღთქმის
წინასწარმეტყველებათა გადმოტანა ხდება, ძველი აღთქმა როგორც ცოცხლდება ახალ აღთქმაში. და აი რას ვკითხულობთ, ხო? მათესახარებაში წავიკითხეთ. აჰა ესე რა ძე ჩემი, რომელიმე სათნო ვიყავ, საყვარელი ჩემი, რომელიც თავს სულსა ჩემსა, ღმერთი ადამიანურ ენაზე, რომ ჩვენ სხვა ენა არ გვესმის, ადამიანურ ენაზე გველაპარაკება, როგორ უყვარს მამას ძე ღვთისა, მამას როგორ უყვარს ძე ღვთისა, და ამით ჩვენი გულის მოლბობა უნდა, მე როგორ მიყვარს და მე თქვენ ხელში ჩაგიგდეთ და თქვენ კიდე რა უქენით. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამით თქვენ გადაგარჩინეთ ისევ მიუხედავად თქვენი უკეთურებისა. და რას უშვებით ყოველ წამს, თუნდაც ჩვენ რას უშვებით ჩვენს გულში იესო ქრისტეს, როცა მას გამდევნით, როგორც იერუსალიმიდან განდევნეს და მოვიძულებთ, როგორც მოიძულეს და ჩვენი ცხოვრების წესით ჯვარს ვაცვავთ, იმიტომ რომ ჩვენი ცოდებისათვის ეცვა, როგორც ისტორიულად განდევნეს, მოიძულეს, განდევნეს და ჯვარს აცვეს. აჰა ესე რა ძე ჩემი ვიმეორებ, რომელიმე სათნო ვიყავ, ანუ მე მომწონს მისი ყოველი ქმედება, რომელიც გამოვლინდა მის ადამიანობაშიც, საყვარელი ჩემი, ანუ მიყვარს, რომელიც თავს სულსა ჩემსა, რომელიც ისე ცხოვრობს, რომ ჩემს სულს ეს აბედნიერებს და მოსწონს და დავდვა სული ჩემი მისზე და ანუ ჩემი ღვთაებრივი სიცოცხლეა მასში, მოდი ესე ვთქვათ, ხო? და იგია სწორედ ის, ვინც სამართალი წარმართი, ამ შემთხვევაში წარმართი ნიშნავს სხვადასხვა ერები, ხო? აი ესე ვთქვათ. და სამართალი სხვადასხვა ერებს მიუთხრას. აი ესეთი არსება, ანუ თავად ძე ღმერთი ადამიანად მოვიდა, თითქოს მოვიდა დაიმცრო თავი და სუსტად მოვიდა, სუსტად მოგვეჩვენა, გვეგონა რომ როგორც ესაია წინასწარმეტყველებს ვიღაცა ის იყო რა საწყალი და მოვიძულეთ და მერე ბოლოს მოვკალით. მაგრამ აი ის ვინც მოვიძულეთ და მოვკალით, ის ამბობს იმ სამართალს, რომელ სამართალსაც თითოეული ჩვენგანი თითქოს ეძებს, მაგრამ ბოლოს საკუთარი სიმართლის დემონსტრირებას ახდენს ყველა ადამიანი. მაგრამ სინამდვილეში სიმართლე მხოლოდ მასშია, ვინც ჩვენ მოვიძულეთ და მოვკალით, იმიტომ რომ ის თავს სულსა ღვთისას. ეხლა როგორია ის? არა ხდებოდეს, ანუ ხო ხდებით, ეს არის არა ხდებოდეს, არა ღაღადებდეს, ეს არის ადამიანი, რომელიც ჩუმად ცხოვრობს ყოველგვარი სიამაყის, ამპარტავნების, მზვაობრობის გამოვლინებით, არავის არ ეჩხუბება, არავის არ ავიწროვებს, არავის არ უყვირის, ანუ სიმშვიდით, სიმყუდროვით ცხოვრობს, ისე რომ ვერც კი ამჩნევენ. გაიხსენეთ, როცა უკვე ის ვალდებულია, საღვთო განგებულება მუშაობს, ხო? მისი ნება არის ამავე დროს ეს, რომ 30 წლის მერე თავი გამოავლინოს, თორემ მანამდე რაღაცებს ხერხავდა, რაღაცებს ჭრიდა და არავინ არ იცოდა ვინ იყო. ხო, აი, როცა ის უკვე ვალდებულია, მაშინაც კი როცა შეეცოდება და განკურნავს, ის ეუნება, რომ არავის არ უთხრათ, ან აღადგენს კუთრეთით, არავის არ უთხრათ, ანუ მაქსიმალურად მალავს საკუთარ თავს, რამდენიმე შემთხვევის გარდა, ვთქვათ, იგივე ლაზარეს აღდგინება, როცა უკვე დემონსტრაციულად წარმოაჩენს თავის ძალმოსილებას, ამასაც თავის მიზეზი ჰქონდა რატო. არა ხდებოდეს, არა ღაღადებდეს, არა ესმეს ვის უბანთა ზედა ხმაი მისი. ხო? იგივეს ვიმეორებ. ფაქტიურად, არა ესმეს ვის უბანთა ზედა ხმაი მისი. და გახსოვთ მე ქრისტე როგორ ამხელს ფარისევლებს. გიყვართ რომ ესე იგი ხალხში თავის გამოჩენა და ესე იგი და ასე შემდეგ, ანუ აი ეს ხალხის წინაშე თავის წარმოჩენის სურვილი, ეს არის არაჯანსაღი რელიგიურობის ნიშანი. და აქ პირიქით არის ქრისტეს თვისება საწინააღმდეგოა. ანუ ფარისევლობა არის ქრისტეს თვისებების საწინააღმდეგო რელიგიური ადამიანის საწინააღმდეგო მდგომარეობა და ქრისტე ესეთი არა ესმეს ვის უბანთა ზედა ხმაი მისი ლერწამის შემოსურვილი არა განტეხოს და პატრუკი ბდვინვარე, ანუ პატროქი რომელიცაცაა ჩაქვრება, არა დაშრიტოს. ანუ ფაქიზად ექცევა ყველაფერს, უსუსულს, უძლურს და ცოდვილს. ამ შემთხვევაში ლერწამის შემოსრული პატროქი ბდვინვარე ცოდვილს, ანუ ადამიანი, რომელიც რაღაც მიზეზის გამო
ძალიან ცუდ დღეშია. შეიძლება ეს ცოდვა იყოს, შეიძლება ფიზიკური უძლურება იყოს და ასე შემდეგ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება უსამართლო მის კისერზე, ანუ ცხოვრებისაგან გარიყული ადამიანები და მათ შორის ცოდვილი ადამიანები. და ეგეთი იყო უფალი, გახსოვთ, რა ხალხთან ჰქონდა და ფარისევლები სწორედ ამის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც განეკითხავდნენ, ეს ვინ ხალხთან ზის, ვინ არიან ესენი საერთოდ. ეს ვინ არის და თავის მიწიერი სიცოცხლის ბოლო ესე იგი წუთები კიდე დაუთმო ცხოვრებაში, ესე იგი ცუდისმეტი რო არაფერი გაუკეთებია იმ ადამიანს და აცხოვნა ის ადამიანი ჯვარცმულ ავაზაკს გულისხმობ. და ეს ყველაფერი ასეთია და ნახეთ როგორ ამთავრებს, ვიდრემდე გამოიღოს ძლევად სასჯელი. ანუ ეს ამან არ უნდა მოგვაწყვილოს, აი ამ ყველაფრის თვისებების მატარებელი, ხო, არის ყოვლის შემძლე, გონება მიუწვდომელი, თავისი სიდიადით საშინელი ღმერთი, თავად ძეხვთისა და ის გამოიღებს ძლევად სასჯელს, ანუ მისი განმსჯელობა იქნება ძლევამოსილი სინამდვილეში. იმიტომ რომ რაც მეტად გამოავლინა მან საკუთარი თავი, როგორც მწვერვალმა სიყვარულისა და ზნეობრიობისა, მით უდიდესი პასუხისგებლობის წინაშე დადგა თითოეული ადამიანი და ეს უდიდესი პასუხისგებლობა თითოეული ჩვენგანის კისერზე დამოკლეს מחვილივით კიდია და ამბობს უფალი, რომ მე არ განგჟით, იმიტომ რომ მე თქვენი სიყვარულისათვის მოვკვდი და როგორ განგჟი, მაგრამ სიტყვას რომელსაც მე ვიტყოდე, ის სიტყვა იქნება თქვენი გამჟელი. ამიტომ ამბობ, დიახაც ჩვენ ამ პასუხისგებლობას ადამიანები ვერ გავექცევით. ჩვენ მოხდება ჩვენი გარდაცვალება, დღეს თუ არა, ხვალ თუ არა, ზეგმაინც და როცა იქნება და ჩვენ წავსდგებით მის წინაშე, რომელმაც ყოფიერება შექმნა იმგვარად, რომ თუ აი ამ დიდებულებაში არ შეხვედი, მაშინ ხდები მარგინალი, ანუ ჯოჯოხეთის კანდიდატი. სხვა ვარიანტი არ აქვს, გესმით? და არანაირი ის ფიქრი, რომ ღმერთი ხო სიყვარულია არ გშველის, იმიტომ რომ ღმერთი კი სიყვარულია, მაგრამ ეშმაკი ხომ არსებობს. რატომ არსებობს ეშმაკი თუ ღმერთი სიყვარულია? ერთადერთი მიზეზია, იმიტომ რომ ეშმაკს უნდა რომ იყოს ისეთი როგორიც არის. ეშმაკს ატანა არა აქვს ღმერთისა, რომელსაც ქვია სიყვარული. ანუ გესმით, ჩვენ ვართ თავისუფალი არსებანი. ღმერთი კი სიყვარულია, მაგრამ მე თუ ეს არ მინდა, მე თუ მისი დანახვის უნარი არ მაქვს, ჩემი გული თუ არ ტოკდება, არ შეიგრძნობს მის განსაცვიფრებელ, გონება მიუწვდომელ, სიმდაბლეში, მორჩილებაში, სიკვდილამდე გამოხატულ სიყვარულს. ანუ თუ ქვა ვარ, ეხლა ქვა საფოთხეში რა უნდა? ახლა ვლაპარაკობ თუ ესე იგი მგელი ვარ და გველი ვარ და ეშმაკი ვარ, სამოთხეში რა მინდა გესმით? ადამიანი უნდა ვიყო ღვთის ხატი და მსგავსი. და მის სახელს წარმართი, ანუ მრავალი ერი ესვიდენ, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ძნელი დასანახავია, მრავალი ადამიანი, მრავალი ერის შვილი მის იმედად ცხოვრობდა და ცხოვრობს. და მადლობა ჩვენს ქართველებიც, საქართველოს მოქალაქეებიც, მაგრამ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოტენცია, ისე როგორც ჩვენი აღდგომაც მხოლოდ და მხოლოდ პოტენცია და ეს გადარჩენას ჯერ არ ნიშნავს. და ამის ფონზე რაც ვილაპარაკეთ, ტიმოთეს სიტყვები უკვე გასაგები ხდება. ტიმოთეს პირველი ეპისტოლე იყო ეს. როგორ არიგებს პავლე მოციქული ტიმოთეს და რა თქმა უნდა ამით გვარიგებს თითოეულ ჩვენგანს. ხოლო შენ ჰოი კაცო ღვთისაო, შეუდექ სიმართლესა, სიმართლე, რომელ სიმართლეა ეს? ეს ის სიმართლეა. ძეღმერთი, რომელსაც ამჟღავნებს, გახსოვთ, თუ წავიკითხეთ, ღვთის სახურებასა, რას არა ღვთის სახურება, დიდარს ღვთის სახურების საიდუმლო ღმერთი გამოჩნდა ხორცითა, ანუ კვლავ ქრისტეზეა კონცენტრირება. სარწმუნოებასა, რა არის სარწმუნოება? ეს არის ვინ ჩემ ცნებებს აღასრულებს, ქრისტე ამბობს, ვინ სოციუმში ქრისტეს ერთგულებს, ანუ სარწმუნოებაზე საუბრობს, აგრეთვე ქრისტე რო ჩემს მორწმუნეს გულში მადლის წყარო აქვს, აი ამას ნიშნავს. სიყვარულსაც უკვე ვიცით ჩვენ სიყვარული რა არის. სიყვარული არ არის ის, რომ მე მსიამოვნებს ეხლა შენთან ყოფნა, ან მე მსიამოვნებს რაღაცა მოვლენა. ხო, სიყვარული არის თავგანწირვა, რაც აიდან ვიცით? ღმერთისგან, ღმერთი რადგან სიყვარულია, ამიტომ ვიცით მან როგორ იცხოვრა და გვაჩვენა მაგალითი სიყვარულისა. მოთმინება და სიმშვიდესა, ვიცით ეს რა არის? მოთმინება ის კი არ არის რაღაც ნერვული სისტემით და სიმშვიდით, რაღაც თავი შევიკავო, სხვების მიმართ გულგრილობიდან გამომდინარე, რაც უნდათ ის უქნიათ. მოთმინება და სიმშვიდე ქრისტეს დარი თვისებებია. ჩემში არ არის ქრისტე, არც მოთმინება მექნება, არც სიმშვიდე. და თუ რამე მექნება,
ხო, ეს სტოიკური სიმშვიდე თუ მექნება, ეს ადამიანებისადმი უსიყვარულობას ეფუძნება და ეს ის არ არის, რომელიც მაცხონებელი იქნება. ღვაწე 8 წლი იგი კეთილი სარწმუნოებისა. ნახე, ის რომ მე მორწმუნე ვიყო, ანუ მორწმუნე ნამდვილი, ხო, რაზეც ჩვენ საუბრობდით, ამისათვის საჭიროა მე რაღაცა ვაკეთო ამავე დროს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კეთებით მე ვერ ცხონდები, მაგრამ ჩემს კეთებაში ვავლენ ჩემს პიროვნულ არჩევანს და ვავლენ ჩემს მდგომარეობას. მე მართალია ვერ ცხონდები ჩემი ქმედებით, მაგრამ მე გაჩერება არ შემილია, იმიტომ რომ შენს გარეშე ყოფნა არ მინდა. განაცხადს ვაკეთებ ქრისტეს წინაშე. მე არ მინდა შენს გარეშე ვიყო. ამიტომ მე ესე იგი ჩემთვის ფაფხურობ, მოკლედ ესე ვთქვათ რა. ამიტომაც ახე მოიღვაწე 8 წლი იგი კეთილი სარწმუნოებისა. შეიტკბე საუკუნე იგი ცხოვრება, რომელსაც აიჩინე, ანუ რომლისათვისაც ჩვენ გამორჩეული ხარ, საუკუნო ცხოვრებისათვის, ანუ მარადიული ცხოვრებისათვის, რომელიც სხვა არაფერია თუ არა თავად ღმერთი, ეს შეიტკბე. აი ტკბილი ესო რო გაგვიგია, ხო, ტკბილარს უფალი, აი ეს, ანუ განცდის დონეზე გქონდეთ მარადიული სიცოცხლე, განცდის დონეზე. ანუ ღმერთს უნდა განვიცდიდეთ ჩვენ. თუ ჩვენს გულში არ განვიცდით უფალს, ჩვენ მორწმუნეები არა ვართ, როგორც ეკლესია გვასწავლის. და აღიარე კეთილი იგი აღსარება წინაშე მრავალთა მოწამეთა. და ეს შენი, აი ეს რასაც ჩვენ ვისაუბროთ, შენი ჭეშმარიტი სარწმუნოება, რომ მარადიულ სიცოცხლეს განიცდი შენში როგორც სიტკბოებას, მისი აღმსარებელი უნდა იყო. მისი აღსარებელი უნდა იყო, კეთილი აღსარებელი, ანუ სწორად წარმოაჩინო, ნათელი უნდა იყო, მარილი უნდა იყო, მრავალთა მოწამეთა წინაშე, ანუ მრავალი ქრისტიანის წინაშე, რომლებიც ეხლა იწყებენ და მათ ჭირდებათ გაძლიერება. და პოტენციური ქრისტიანები ვინც არიან, აი ჩვენ მაგალითად გვაქვს ვალდებულება, რომ ჩვენი სამშობლოს წინაშე გამოჩნდეს ჭეშმარიტი ღმერთი და ეს ჩვენ კისერზეა, ანუ ვაღიაროთ კეთილი აღსარებით. გესმით და რას ვაღიარებ თუ ჩვენ თავად რას აღიარებ, რაც არ იცი. გესმით, რაც არ განგიცდია იმას როგორ აჩვენებს სხვას. ამიტომაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება და ამავე დროს კვლავ მინიშნება იმაზე, რომ როგორ უნდა გაუფრთხილდეთ ამ ყოველივეს დამარხვა ჩვენ და მცნებაი იგი, აი ეს მცნება რაზეც ჩვენ გვესაუბრებ, ეს ამას დამარხვათ, ანუ დაფარვათ, ანუ გადასარჩენად ჩვენში, დასაცავად, აი როგორც 64-ში, ხო? დაამუშავე და დაიცავი 64, ხო? დაამუშავე. ვალდებულება პირველი ადამიანისა 64, ჩვენი 64, ჩვენი გულია. ჩვენ ვმუშაობთ, ვიღწვით და მერე ვიცავთ, რომ არ დაზიანდეს. დამარხვათ შენ და მცნება იგი უბიწოთ და უბრალოდ. აი ეს უბრალოება და უბიწოება ასევე საღვთო თვისებები, ეს ყველაფერი ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენ გულში, სადამდე? ვიდრე გამოჩინებამდე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა. აი ეს არის ან გარდაცვალება, მასთან შეხვედრა ჩვენი და ან მისი დიდებით დაბრუნება. ანუ ბოლომდე უნდა მივიტანოთ, სანამ ჩვენი შეხვედრა ქრისტესთან არ მოხდება და სანამ არ გამჟღავნდება მის მიერ ჩვენი მდგომარეობა, მანამდე ჩვენ მოდუნების უფლებაც და შესაძლებლობაც ჩვენ არ აგვაქვს. აი ეს არის კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, ჩვენი ვალდებულება, ჩვენი საკეთებელი, ეს არის ქრისტიანობა, ეს არის ქრისტეს მიმდევრობა და სხვა ქრისტიანობა არ არსებობს. მხოლოდ ეს არის, მაგრამ ეს რაც არის, ეს არის სწორედ მაცხონებელი გადამრჩენელი და დამერწმუნე ჯერ კიდევ ხორცში მყოფი, ჩვენ ხორცში მყოფი ადამიანებისათვის ისეთი იმედის მომცემი, ისეთი სისავსე, ისეთი სიხარული, ისეთი ბედნიერება, რომ არაფერში არ შეიძლება ამის გაცვლა. ჯერსით ნებისმიერ რამეში ამის გაცვლა უბრალოდ სისულელია, მაგრამ სულთა პრაგმატული მოსაზრებით. დამერწმუნეთ, აი ქრისტესათვის სიკვდილი ჯობია, ვიდრე ლუარსაბ თათქარეზე იყო მთელი ცხოვრება. ერთ წამში სიკვდილი ჯობია, საშნელი ტანჯვით უფრო მეტ ბედნიერებას იღებ, იმ ტკივილის დროსაც კი უფრო მეტ ბედნიერებას იღებ, ვიდრე განცხრომით, ესე იგი, როცა ადამიანი ცხოველს ემსგავსება. ასე რომ კეთილი 8 წლი მოვიღვაწოთ, როგორც პავლე მოციქული გვაფრთხილებს და შევიტკბოთ ის მარადიული სიცოცხლე, რომელსაც ღმერთი ასე უშროლოდ გვაძლევს, ანუ საკუთარ თავს უშროლოდ გვაძლევს, თითოეულ ჩვენგანს. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.